გამარჯობა. დასრულდა 2026 წლის მაისი და გთავაზობთ კოსმოსის სამყაროში გასული თვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენების დიდ მიმოხილვას. ამ ვიდეოში ერთად ვნახავთ რა ახალი აღმოჩენები გააკეთეს მეცნიერებმა, რა კოსმოსური მისიები განხორციელდა, რა საიდუმლოებებს ინახავს ჩვენი სამყარო და რომელი კოსმოსური ამბები გახდა ყველაზე განხილვადი მთელ მსოფლიოში. თუ გიყვარს კოსმოსი, ასტრონომია და სამყაროს იდუმანი მხარეები, ეს ვიდეო აუცილებლად დაგაინტერესებს. თუ არხზე პირველად ხარ, გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და ჩართე ზარის ღილაკი, რათა კოსმოსის სამყაროდან არც ერთი ახალი ვიდეო არ გამოგრჩეს. ახალმა ასტეროიდმა 2026 JH2, რომელიც ასტრონომებმა აღმოაჩინეს, დედამიწას საკმაოდ ახლო მანძილზე ჩაუარა. ეს მოხდა 18-19 მაისს. თბილისის დროით 18 მაისის 22 საათსა და 51 წუთზე ასტეროიდი დედამიწა მთვარის სისტემასთან ახლოს მოვიდა. ამ დროს მთვარისგან ის დაახლოებით 425,000 კილომეტრით იყო დაშორებული. 19 მაისის ხამის 01 საათსა და 23 წუთისთვის ობიექტმა დედამიწას ჩაუარა. როგორც ვნახეთ, ამ პროცესმა უვნებლად ჩაიარა. ამჟამინდელი მონაცემებით მაქსიმალური დისტანცია შეიძლება 95,700 კილომეტრი იყოს. მინიმალურ მანძილად კი 86,800 კილომეტრი განისაზღვრა. შესაძლოა ეს დისტანცია ერთი შეხედვით დიდადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ კოსმოსური მასშტაბებით საკმაოდ მცირე მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, საფრთხე არ გვემუქრება. ასტეროიდმა 2026 JH2 პლანეტასაც და მთვარესაც უსაფრთხოდ ჩაუარა. მეცნიერები ავტომატურ სისტემებთან ერთად ცას მუდმივად აგვირდებიან, რათა პოტენციურად საშიში ობიექტები დროულად შენიშნონ. ახლახან მსოფლიოს რამდენიმე ობსერვატორიიდან აქამდე უცნობი სხეული შენიშნეს. პირველადმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მისი ორბიტა თითქმის იუპიტერამდე აღწევს და ჩვენს პლანეტასთანაც აახლოებს. ასტრონომები დაკვირვებებს აგრძელებენ. ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კოსმოსში არც მეტი, არც ნაკლები ადამიანის ხელოვნური ემბრიონები გაგზავნა. მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, როგორ მოქმედებს მიკროგრავიტაცია და კოსმოსური რადიაცია ადამიანის გამრავლებასა და ჩანასახის განვითარებაზე. შესაძლოა მიღებული ინფორმაცია მომავალში მთვარეზე ან მარსზე კოლონიების დაარსებისას გამოგვადგეს. ხელოვნური ემბრიონები ღეროვანი უჯრედებისგან შედგება. მათ გაყოფა და გამრავლება შეუძლიათ, თუმცა სრულფასოვან ნაყოფს ვერ აყალიბებენ. ამის გამო ასეთი მოდელების გამოყენება ეთიკურად ნაკლებად პრობლემურია. ემბრიონის მსგავსი სტრუქტურები, რომლებიც ცოცხალი ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგანაა შექმნილი, კოსმოსურ სადგურ ტიანგუნში 11 მაისს მიიტანეს. ეს მისია ტიანჟოუ 10-ის ფარგლებში მოხდა. ხომალდმა სადგური დაახლოებით 6,3 ტონა ტვირთითაც მოამარაგა. მათ შორის საკვებით, საწვავით, სკაფანდრებითა და სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის საჭირო მოწყობილობებით. ისინი კოსმოსში 5 დღე დააყოვნეს, შემდეგ კი გაყინეს, რათა მოგვიანებით დედამიწაზე დააბრუნონ და დეტალურად შეისწავლონ. პარალელურად ჩინელმა მეცნიერებმა იგივე დედამიწაზეც გაიმეორეს, რათა ექსპერიმენტის შედეგები შეადარონ. კვლევრები იმედოვნებენ, რომ ასე შეძლებენ დაადგინონ, რა ფაქტორები მოქმედებს ადამიანის ადრეულ ემბრიონულ ზრდაზე კოსმოსურ გარემოში. მეცნიერები ამბობენ, რომ თუ კაცობრიობას მთვარეზე, მარსზე ან სხვა ციურ სხეულზე მუდმივი ბაზის შექმნა სურს, კოსმოსში გამრავლების შესაძლებლობაზე აქედანვე უნდა ვიმსჯელოთ. 23 მაისს კომპანია SpaceX-ის განახლებული მეგა რაკეტა Starship V3-ის დებიუტი შედგა. Ships ორბიტაზე Starlink-ის ტიპის 20 სატელიტის უფუნქციო მოდელი და სპეციალურად მოდიფიცირებული 2 რეალური თანამგზავრი უნდა განეთავსებინა. აფრენიდან 17 წუთში, 10 წუთის განმავლობაში ეს მოხერხდა. საბოლოოდ გაშვებიდან 50 წუთში შიპი ატმოსფეროში შემოვიდა და სხვადასხვა მანევრი განახორციელა გამძლეობის გამოსაცდელად. იგი ოკეანეში დაეშვა და აფეთქდა, რასაც ელოდნენ კიდეც. 4, 3, ignition. აპარატის ეს 124 მეტრიანი მოდელი, ვერსია 3, წინამორბედებთან შედარებით უდიდესი და უმძლავრესია. იგი სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომიდან Starbase თბილისის დროით ღამის 2 საათსა და 30 წუთზე აფრინდა, რაც რიგით მე-12 სუბორბიტალური საცდელი მისიის ფარგლებში მოხდა.
ცნობისათვის რაკეტის პირველი საფეხური, ანუ ამაჩქარებელი, Super Heavy-ა, მეორე კი Ship-ი. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებით და აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მთვარესა და მარსზე გამგზავრება გაამარტივოს. V3-ის გაშვებისას Super Heavy-ის 33 ძრავიდან ერთი გაითიშა და მან დედამიწაზე კონტროლირებადი დაბრუნებისათვის სპეციალური მანევრი ვერ განახორციელა. ცაში აჭრისას 6 მთავარი ძრავიდან ერთი დაკარგა Ship-მაც, მაგრამ სამიზნე სიმაღლეზე მაინც მიაღწია. აფრენიდან 2 წუთსა და 20 წამში რაკეტის საფეხურები განცალკებდა. Super Heavy-მ კოსმოდრომისკენ დასაშვებად ძრავების 1 წუთიანი ამუშავება სცადა, მაგრამ წარუმატებლად. წინა მისიებისგან განსხვავებით სპეციალურ დასაჭერ კოშკში მისი დაბრუნება არ იგეგმებოდა პოტენციური ზიანის თავიდან ასაცილებლად. არამედ ის მექსიკის ყურეში უნდა დაშვებულიყო. ასეც მოხდა, მაგრამ მისია დაგეგმილზე ადრე დასრულდა. Ship-ს ორბიტაზე ერთ-ერთი ძრავი ხელახლა უნდა აემუშავებინა, რაც ტრაექტორიის შეცვლისა და მთვარეზე ან მარსზე გაფრენის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნების შესაძლებლობის სადემონსტრაციოდ იყო საჭირო. ამის მიუხედავად ერთი ძრავის დაკარგვის გამო ტესტირების ეს ნაწილი გაუქმდა. ეს დაახლოებით ბოლო 7 თვეში Starship-ის პირველი მისია იყო. რაკეტის განვითარებას NASA-ც აკვირდება, რადგან მთვარის პროგრამაში Artemis-ი ამ აპარატის გამოყენება განიხილება. Starship-ს წინ კიდევ არაერთი ტესტირება ელის, მათ შორის ორბიტაზე საწვავის შევსებისა და მთვარეზე დაშვების სადემონსტრაციო, რადგან ეს ორივე ფაქტორი Artemis-ისთვის მნიშვნელოვანია ვადებში ჩასატებად. კომპანიამ მისიების სიხშირე უნდა გაზარდოს და NASA-ს მოთხოვნები დროულად დააკმაყოფილოს. Buoy cam Starship is detonate. landed. Good shutdown. ისტორიაში პირველად კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს. ნეიტრინოები არის ნაწილაკები, რომლებსაც მასა თითქმის არ აქვს. ელექტრული მუხტი არ გააჩნია და ბუნებრივი ბირთვული დაშლისას წარმოიქმნება. სამყაროში უამრავი ნეიტრინოა, მხოლოდ ადამიანის სხეულში ყოველ წამს 10 ტრილიონი მსგავსი ნაწილაკი გადის. თუმცა მათი დაფიქსირება ძნელია. ამიტომაც შექმნეს ეს დეტექტორი. ნეიტრინოების დამაფიქსირებელი დეტექტორები აქამდეც არსებობდა, ოღონდ დედამიწაზე, ძირითადად წყლის ქვეშ. და რატომ შექმნეს ისეთი დეტექტორი, რომელიც კოსმოსში გაუშვეს? პროექტ SNAP-ის ფარგლებში გალიუმისა და ვოლფრამის კრისტალებისგან დამზადებული მოწყობილობა პატარა სატელიტში მოათავსეს, რომლის სიგრძეც 30 სანტიმეტრია, სიგანე კი 10 სანტიმეტრს შეადგენს. იგი 2 წლის განმავლობაში პლანეტიდან 500 კილომეტრის მოშორებით იმოძრავებს. პროექტის იდეა უიჩიტოს უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის პროფესორ ნიკოლას სოლომის ეკუთვნის. მიზანი იმ ტექნოლოგიის დემონსტრირებაა, რომელიც მომავალში მზეში მიმდინარე ფარული პროცესების გამოვლენაში დაგვეხმარება. მეცნიერი ამბობს, რომ ვარსკვლავთან ახლოს გაგზავნილი 1 კილოგრამიანი დეტექტორი ისეთივე ეფექტიანი იქნება, როგორც დედამიწაზე არსებული 1000 კილოგრამიანი დეტექტორია. SNAP-ის შესაქმნელად გალიუმი სპეციალურად გამოიყენეს. ის ნეიტრინოებთან შეჯახებების მიმართ უფრო მგრძნობიარია, ვიდრე არგონი, რომელიც მიწის ქვეშ განთავსებულ დეტექტორებში გვხვდება. თუ ეს ტექნოლოგია გაამართლებს, შეიძლება მსგავსი მოწყობილობით მზის ბირთვის გარშემო სხვადასხვა შრეში ფორმირებული ნეიტრინოები, მათი მოძრაობა და დედამიწისკენ გადაადგილება შევისწავლოთ. სწორედ ამიტომ ადარებს მეცნიერი ახალ დეტექტორს მზის ბირთვში მოთავსებულ მიკროსკოპს. ჯეიმს ვებმა კალმარის გალაქტიკის ცენტრში არსებული სტრუქტურები დეტალურად გადაიღო. NASA-ს ახალი სურათები სპირალური გალაქტიკის მასიურ გულს გვიშვენებს. მესერ 77-ის გული საკმაოდ ბრწყინვალე და ელეგანტური სივრცეა. აღნიშნული გალაქტიკა ჩვენგან 45 მილიონი სინათლის წლის დაშორებით ვეშაპის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ეს უახლესი დაკვირვება ხაზს უსვამს გალაქტიკის აქტიურ ბირთვს. რეგიონს, რომელიც იმდენად კაშკაშაა, რომ ირგვლივ ყველაფერს ჩრდილავს. კაშკაშა მოელვარე გალაქტიკა, რომელიც მტვრის შთამბეჭდავი ზოლებითა და ვარსკვლავთ წარმოქმნის მოცემციმე რეგიონებითაა მოფენილი. უბრალოდ ლამას სანახაობაზე მეტი აღმოჩნდა. კალმარის გალაქტიკა ოფიციალური სახელით M77 ან NGC 1068 ამ სახის გალაქტიკათა პროტოტიპი გალაქტიკაა, რომლის ცენტრშიც სუპერმასიური შავი ხვრელი ბრტყვიალებს. ვინაიდან ეს გალაქტიკა ირმის ნახტომთან ახლოსაა, წარმოადგენს ბრწყინვალე ლაბორატორიას აქტიურ გალაქტიკურ ბირთვში მიმდინარე სასტიკი დინამიკის შესასწავლად.
ახალ ფოტოებზე სპირალური galaktikis ცენტრის გარშემო ჩანს ვარსკვლავების, გაზისა და მტვრის ზოლები, რასაც ფირფიტის სტრუქტურას უწოდებენ. ისინი ოპტიკურ ტალღის სიგრძეებში უხილავია. ვებმა galaktikis ცენტრში არსებული მტვრის მასიური მოცულობების მიღმაც შეიხედა და გვიჩვენა მისი ბირთვის გარშემო არსებული დეტალები. ჯეიმს ვების ფოტოებზე ასევე ჩანს წითლად შეფერილი კაშკაშა რეგიონები. ეს გახლავთ ვარსკვლავთ წარმომქმნელი ჯიბეები, რომლებიც გაზსა და მტვერში წარმოიქმნება galaktikis სპირალური მკლავების გარშემო. ვარსკვლავის დაბადება მაშინ იწყება, როცა გაზის ჯიბე იმდენად მკვრივდება, რომ საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდება და ვარსკვლავის ჩანასახად გარდაიქმნება. galaktikis სპირალური მკლავების გასწვრივ სხვა ვარსკვლავთ წარმოქმნის რეგიონებიცა, რაც ძლიერ დინამიკურ galaktikურ გარემოზე მიუთითებს. ასეთ ობიექტებზე დაკვირვებით, ისეთ სინათლეში, რომელსაც ჩვენი თვალი ვერ აღიქვამს, უამრავი საიდუმლო იმალება. ჯეიმს ვები შეიძლება დაგვეხმაროს სამყაროს ზოგიერთ ყველაზე საინტერესო კითხვაზე პასუხის გაცემაში. 10 წლეულების განმავლობაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტები UFO-ები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ UAP-ები ამოუცნობი ანომალიური ფენომენები შეარქვეს. განიხილებოდა როგორც შეთქმულების თეორიები, სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიები ან ჭორები, რომლებიც ღრმად იყო ჩამანული სამთავრობო არქივებში. თუმცა, ბოლო წლებში მოხდა რაღაც უჩვეულო. პენტაგონმა ღიად დაადასტურა, რომ სამხედრო პერსონალის მიერ ჩაწერილი ზოგიერთი შეხვედრა ამ ამოუცნობ ობიექტებთან რეალური იყო და ჯერ კიდევ ამოუხსნელია. ხოლო რაც 2026 წლის მაისში გამოაქვეყნეს, სრულიად ცვლის ჩვენს აღქმას ამ საკითხებზე. პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ჩანაწერების შესახებ წინა ეპიზოდში უფრო მეც ნახავ, თუმცა ამ ვიდეოშიც ცოტას ვისაუბრებ. მაისში ორჯერ გამოქვეყნებული გასაიდუმლოებული ფაილების პირველი და მეორე ნაწილით პენტაგონმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ თებერვალში გაცემულ დირექტივას უპასუხა. გასაჯაროვებულ ფაილთა უმეტესობა აღწერს საგამოძიებო ანგარიშებსა და თვითმხილველთა ჩვენებებს, მათ შორის რამდენიმე აპოლოს ასტრონავტის, რომლებმაც მთვარესთან უცნაური რამ დაინახეს. თუმცა ასევე არის საკმაოდ ბევრი გამოსახულება, მათ შორის თითქმის 30 ვიდეო, რომლებიც ასახავენ საინტერესო ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ან ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებს. თანდართულ ანგარიშში ვიდეოში ნაჩვენები ამოუცნობი ობიექტი აღწერილია როგორც თეთრი სინათლის დეფორმირებული და არათანაბარი ბურთი და ნათქვამია, რომ ვიდეოს ზედა ნაწილში სინათლის ელვის ჰალოს ეფექტია, წერენ პენტაგონის წარმომადგენლები. კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობამ წარადგინა, ასახავს 9 წამიან დაკვირვებას, რომელიც 2024 წელს ინფრაწითელი სენსორის გამოყენებით განხორციელდა. სამწუხაროდ პენტაგონს არ აუხსნია ამ ვიდეოებში წარმოდგენილი UAP-ები. ზოგადად ნებისმიერ წარდგენილ ინფორმაციას, მათ შორის დაშიფრულ დოკუმენტებსა თუ ვიდეო მასალას არ აქვს კონკრეტული ახსნა და გამოძიების შედეგები არ ვიცით, თუ რა ფაილებთან გვაქვს საქმე. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან თუ პენტაგონმა გადაწყვიტა, რომ გამოაქვეყნოს ეს მასალები, გაასაჯაროოს და საბოლოოდ თვალი აუხილოს საზოგადოებას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევის თემაზე, მაშინ რატომ არ მოაყოლა ახსნა და რატომ არის მაინც გარკვეული ფაილები დაფარული? რა თქმა უნდა, ამოუცნობი არ ნიშნავს აუცილებლად უცხო პლანეტებს, როდესაც საქმე ეხება უპილოტო საფრენ აპარატებს. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი დაკვირვებებისთვის არსებობს მრავალი შესაძლო მიწიერი ახსნა, დაწყებული მოწინავე დრონების ტექნოლოგიიდან, პროგრამული შეცდომებითა და ინსტრუმენტების პრობლემებით დამთავრებული. თუმცა მეცნიერებს მაინც უჭირთ კონკრეტული კვლევების ჩატარება, რადგან ამ ფაილებთან მუშაობა ასეთ ფორმატში საკმაოდ რთულია. მალე მეტი ფაილი და მეტი ახსნა იქნება ხელმისაწვდომი, ამბობენ პენტაგონში. იაპონია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ფუტურისტულ პროექტს განიხილავს. ლაპარაკია მთვარის ეკვატორზე გიგანტური მზის პანელების სარტყლის აგებაზე, რომელიც დედამიწას ამოუწურავი ენერგიით უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია შეიქმნა სისტემა, რომელიც მზის სინათლის გადაადგილების პარალელურად მთვარის ზედაპირზე ენერგიის უწყვეტ გენერირებას მოახდენს. ამ იდეაზე იაპონია უკვე 10 წლეულია საუბრობს, თუმცა ახლა კიდევ უფრო გააქტიურდნენ. გეგმის მიხედვით მზის პანელების ზოლი მთვარის გარშემო დაახლოებით 11000 კილომეტრის სიგრძისა და 400 კილომეტრის სიგანის იქნება. საინტერესოა მშენებლობის მეთოდი. პანელების დასამზადებლად გამოყენებული იქნება თავად მთვარის გრუნტი. მიღებული ელექტროენერგია დედამიწაზე სპეციალურ მიმღებ სადგურებზე გამოიგზავნება მიკროტალღების ან ლაზერული სხივების მეშვეობით. რატომ მაინც და მაინც მთვარე?
თვარეზე მზის პანელების განთავსებას რამდენიმე კრიტიკული უპირატესობა აქვს. პირველი და მთავარი ეს არის ატმოსფეროს არარსებობა. თვარეზე არ არის ღრუბლები, შტორმები ან ნალექი, რომელიც მზის სხივებს ინტენსივობას დაუკარგავს. პანელების სისუფთავის შენარჩუნების შემთხვევაში ენერგიის მიღება ყოველგვარი მეტეოროლოგიური მოულოდნელობების გარეშეა შესაძლებელი. თუმცა არსებობს ერთი ტექნიკური ნიუანსი. თვარეზე დღე და ღამე დედამიწისგან განსხვავდება. ერთ კონკრეტულ წერტილზე დღის სინათლე დაახლოებით 327.5 საათს, დაახლოებით 2 კვირას გრძელდება, რასაც ამდენიმე ხნით წვდიად იმოსდებს. საინტერესოა ისიც, რომ მშენებლობა რობოტებმა უნდა განახორციელონ, რომლებსაც წლების განმავლობაში მოუწევთ მუშაობა მთვარის მტვერში და ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობაში. ვიდრე მთვარის ეს პროექტი რეალობად იქცება, დედამიწა საკუთარ რეკორდებს ამყარებს. ევროპაში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური თურქეთში, კონიის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც 3,5 მილიონამდე მზის პანელს მოიცავს. უკავია 20 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი. წელიწადში 3 მილიარდ კილოვატ-საათს გამოიმუშავებს, რაც საკმარისია 2 მილიონიანი ქალაქის მოსამარაგებლად. იაპონური მზის ბეჭედი კი ამ მასშტაბებს 1000-ჯერ გადააჭარბებს და შესაძლოა კაცობრიობის ენერგეტიკული მომავალი სამუდამოდ შეცვალოს. შესაძლოა მთელი სამყარო შამიხრელის შიგნით იყოს. ჯეიმს ვების ტელესკოპმა კი შესაძლოა ამაზე ახლახან მიგვანიშნა. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა უცნაური რამ შენიშნა. ტელესკოპის მიერ ნანახი 269 შორეული galaktikიდან 2/3 ერთი მიმართულებით ბრუნავს. თეორიულად 50% ერთი მიმართულებით უნდა ბრუნავდეს, მეორე ნახევარი კი საპირისპირო მიმართულებით. ანუ ანგარიში 50-50-ზე უნდა იყოს. თუმცა ეს ვებმა უარყო. კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ სამყაროს შეიძლება ჰქონდეს ბრუნვის სასურველი ღერძი. ეს მჭიდრო კავშირშია შავი ხვრელის კოსმოლოგიასთან, ძველ იდეასთან, რომ ჩვენი მთელი დაკვირვებადი სამყარო გიგანტურ და მბრუნავ შავ ხვრელშია, სადაც დიდი აფეთქება მისი ფორმირების შემდეგი რხევაა. თუ ჩვენი სამყაროს შემქმნელი შავი ხვრელი ბრუნავდა, მაშინ მთელი ჩვენი სამყაროც იმავე მიმართულებით ბრუნავს. უფრო მარტივი ახსნა ის არის, რომ ჩვენივე galaktika ირმის ნახტომი. გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვხედავთ შორეულ galaktikებს. ამიტომ ჩვენი დაკვირვებები შეიძლება ოდნავ არასწორი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგები ეჭქვეშ აყენებს იმ ვარაუდს, რომ სამყარო ყველა მიმართულებით ერთნაირად გამოიყურება. მოულოდნელი აღმოჩენა. გამოავლინეს ადრეული galaktika, რომელიც არ ბრუნავს. კოსმოსში თითქმის ყველაფერი ბრუნავს. პლანეტები, ვარსკვლავები, galaktikები. ამის მიუხედავად ზოგიერთი galaktika ასე არ მოძრაობს, რაც სხვა მსგავს სისტემებთან შერწყმისა და გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგია. კერძოდ, ამ დროს იმპულსის მომენტი იკარგება, რის გამოც ბრუნვა წყდება. galaktikam იმპულსის მომენტი რომ დაკარგოს, ზემოხსენებული პროცესები მილიარდობით წლის განმავლობაში უნდა წარიმართოს. შესაბამისად, ადრეულ სამყაროში ამგვარი რამ ნაკლებად მოსალოდნელია. სწორედ ამიტომ იყო გასაკვირი ასტრონომებისთვის, როცა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ძველი galaktika არ ბრუნავს. ესაა გიგანტური სისტემა XMM V1-2075, რომელიც დიდი აფეთქებიდან 2 მილიარდ წელზე ნაკლებ დროში უკვე არსებობდა. ის კოსმოსის ადრეულ პერიოდში წარმოქმნილი ერთ-ერთი ყველაზე მასიური galaktika, რომელსაც აქამდე კეკის ობსერვატორიიდან დააკვირდნენ. გაირკვა, რომ იქ ირმის ნახტომზე რამდენჯერმე მეტი ვარსკვლავია, მაგრამ ახალი მნათობები უკვე აღარ ფორმირდება. შემდეგ მასთან ერთად იმავე ასაკის კიდევ 2 galaktika ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლეს. მეცნიერთა მიერ შესწავლილი ეს 3 galaktika გარკვეულწილად მსგავსია, მაგრამ განსხვავებული შიდა დინამიკა აქვს. ერთი აშკარად ბრუნავს, მეორე ვიზუალურად არეულად გამოიყურება, მესამე კი XMM V1-2075 არ ბრუნავს, თუმცა ვარსკვლავების ძალიან ქაოსური მოძრაობები ახასიათებს. ახალი მიგნება მეცნიერებს ადრეული galaktikების ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაეხმარება. მზეზე უნიკალური კოსმოსური ანომალია დაფიქსირდა, რომელმაც ყველა არსებული რეკორდი მოხსნა. მზის მძლავრი რადიოაფეთქება, რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე საათს ან დღეს გრძელდება ხოლმე, ამჯერად თითქმის 3 კვირის განმავლობაში არ წყდებოდა. სწორედ ამის გამო იყო უჩვეულო ქარები და ამინდის სხვა ანომალიები გასულ თვეში დედამიწაზე. მეცნიერებმა უკვე დაადგინეს ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზი. პროცესი ჯერ კიდევ 2025 წლის 21 აგვისტოს დაიწყო. მზემ რადიოტალღური ენერგიის ნაკადი გამოაფრქვია, რაც თავიდან ჩვეულებრივ მოვლენად ჩანდა. თუმცა სიგნალი მთელი 19 დღის განმავლობაში შენარჩუნდა. ამით მან წინა რეკორდი მოხსნა, რომელიც სულ რაღაც 5 დღეს შეადგენდა.
ამ ფენომენის შესასწავლად ასტრონომებმა NASA-ს 4 სხვადასხვა კოსმოსური მისიის მონაცემები გამოიყენეს: Solar Orbiteris, Parker Solar Probe-ის, Wind-ის და Stereo A-ის. კვლევამ აჩვენა, რომ ეს იყო მეოთხე კატეგორიის ხანგრძლივი გამოსხივება. ის გამოწვეულია ელექტრონებით, რომლებიც მზის ატმოსფეროს ყველაზე გარე შრეში, მზის გვირგვინში არსებულ გიგანტურ მაგნიტურ მარყუჟებში გაიჭედნენ. NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აფეთქების ეპიცენტრი მზის სპეციფიკურ ჩაფხუტისებურ სტრუქტურას თანდებარეობდა, სადაც ცხელი პლაზმა მაგნიტური ხაზების გასწვრივ გროვდება. რაც შეეხება ასეთ ხანგრძლივობას, კვლევრებს აქვთ დასაბუთებული თეორია. ამავე რეგიონში ზედიზედ მომხდარმა სამმა მძლავრმა აფეთქებამ, კორონალურმა მასის გამოტყორცნამ, მისცა ბიძგი და ფაქტობრივად გამოკვება ეს რეკორდული პროცესი. აფეთქებამ მზის ატმოსფერო ფაქტობრივად გახია. M კლასის მზის აფეთქება მზის ამოფრქვევის მეორე ყველაზე ძლიერი კატეგორიაა. პირველ ადგილზე X კლასის აფეთქებები გახავთ ხოლმე. ამ მოვლენამ ასევე კორონალური მასის ამოფრქვევაც გამოიწვია. ეს მზის პლაზმისა და გამოსხივებისგან შემდგარი დაბალი სიჩქარით მოძრავი ღრუბელია, რომელიც ხშირად გეომაგნიტურ ქარიშხლებსა და პოლარულ ციალს იწვევს. მეცნიერები უახლოეს მომავალში მსგავსი მასშტაბის პროცესებს აღარ ელიან, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რა აქტივობას და სიურპრიზებს გვიმზადებს ჩვენი მანათობელი მზე. ზუსტად სად გადის ირმის ნახტომის საზღვარი? ამ კითხვაზე პასუხი იმაზე რთულია, ვიდრე შეიძლება წარმოგიდგინოთ. ვინაიდან ჩვენ თავად გალაქტიკის შიგნით ვართ, ნამდვილად ძნელია დავადგინოთ, სადაა მისი საზღვარი. თუმცა ეს საკითხი კიდევ უფრო რთულდება, როცა განსაზღვრავთ, რა არის თავად ეს კიდე, საზღვარი. გალაქტიკა უფრო ნაკლებად მკვრივი ხდება, რაც უფრო შორს მივდივართ მისი ცენტრიდან. მალტის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალ კვლევაში პასუხს მიაგნეს. გალაქტიკის კიდე შეიძლება განისაზღვროს როგორც ვარსკვლავთ წარმომქმნელი რეგიონი და ამ პუბლიკაციაში მკვლევრებმა ძლიერ მკაფიოდ აჩვენეს, რომ გალაქტიკის კიდე უნდა მდებარეობდეს ცენტრიდან დაახლოებით 40,000 სინათლის წლის მანძილზე. თუმცა ამ კიდის პოვნაც არ იყო ადვილი ამოცანა. კვლევრებმა შეისწავლეს 100,000-ზე მეტი გიგანტური ვარსკვლავის ასაკი, რამდენიმე სხვადასხვა პროექტის, მათ შორის Apogee DR-17-ის, Lamos DR-3-ის და Gaias მიერ შეგროვებულ მონაცემებში. მათ მიაგნეს საინტერესო ამბავს გალაქტიკაში ვარსკვლავთა ადგილმდებარეობის ევოლუციისა და მათი ასაკის შესახებ. ეს კავშირი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც U მრუდი, Y ღერძი ასაკია და X ღერძი არის მანძილი გალაქტიკის ცენტრიდან. მარტივად ეს იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს არსებული ვარსკვლავები უფრო ძველია. გარკვეულ წერტილამდე თანდათან ახალგაზრდავდებიან. შემდეგ კი კვლავ ძველი ვარსკვლავები მოდის. ავტორთა განცხადებით, ეს გარკვეული წერტილი არის გალაქტიკის ვარსკვლავთ წარმომქმნელი რეგიონის დასასრული და შესაბამისად გალაქტიკის კიდე. მაშ რატომ არსებობს U-ს მრუდი? მიზეზი რამდენიმეა. გალაქტიკის შუაგულში ცენტრალური შავი ხვრელის სიახლოვეს უფრო მეტი გაზი და მტვერი იყო, რამაც ვარსკვლავთ წარმოქმნის უფრო ადრე დაწყება განაპირობა და შესაბამისად ამიტომაა იქ ხანდაზმული ვარსკვლავები. თუმცა რა ხდება კიდის მიღმა? რატომ არის იქ ვარსკვლავები მაინც და რატომ არიან ისინი ხანდაზმულები? მარტივი პასუხი ისაა, რომ გალაქტიკის კიდის მიღმა შორეულ მისადგომებში მიგრანტი ვარსკვლავები გვხვდება, რომლებიც ვარსკვლავთ წარმომქმნელ რეგიონებში არიან დაბადებული და შემდეგ სხვადასხვა მიზეზით გალაქტიკის გარე მისადგომებში გადასულები ან გადახვეწილები. პუბლიკაციის მიხედვით, ამ მიგრაციის ორი ძირითადი მიზეზია: თავად სპირალური მკლავების გრავიტაციული ძალები, ან გალაქტიკის ცენტრალური ტანი, რომელსაც შეუძლია ვარსკვლავთა გაგდება გალაქტიკის ვარსკვლავთ წარმომქმნელი რეგიონიდან. კვლევართა ეს ჯგუფი საკითხზე მუშაობას აგრძელებს. ეს იყო კოსმოსში მიმდინარე მოვლენების თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები. ახალი აღმოჩენების სამყაროში, უცნაური სიგნალები ღრმა კოსმოსიდან, NASA-სა და SpaceX-ის ახალი მისიები, მეცნიერების მიერ აღმოჩენილი იდუმალი პლანეტები და პენტაგონის ახალი UFO ფაილები, რომლებაც მთელი ინტერნეტი აალაპარაკა. თუ ვიდეო მოგეწონა, აუცილებლად დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რადგან აქ კიდევ უფრო იდუმალ და დაუჯერებელ კოსმოსურ ისტორიებს ნახავ. კომენტარებში დაწერე, ანთვის რომელი ამბავი იყო შენთვის ყველაზე საინტერესო და რა თემაზე გინდა შემდეგი ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, რადგან სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოებები ჯერ კიდევ წინ არის. დროებით.